მოგესალმებით ტელეკომპანია ოდიშის პირდაპირ ეთერშია გადაცემა საუბრები ქალთა საკითხებზე მე მისი წამყვანი ნანა ქობალია გახლავთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება. ჩვენი სტუმრები არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსი გოგი რევია და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე სათემო ფონდი ეგრისის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჯიჭონაია. გადაცემა მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ქალები თანასწორობის მშვიდობისა და განვითარებისთვის ფარგლებში ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოგესალმებით და პირდაპირ კითხვით გადავდივარ ბატონ გოგისთან. ბატონო გოგი, ზოგადად რას ნიშნავს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი არსებობა დღევანდელ პირობებში? მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისათვის, მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. გენდერული ბიუჯეტი ეს არის ერთ-ერთი მგრძნობიარე საკითხი საერთოდ. ამ თემაზე მუშაობდა წლების განმავლობაში მრავალი ქვეყნის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები. აქ არის აქტიური საკითხი, ქალთა უფლებების დაცვის საკითხი ძირითადად დგას. ამ საკითხზე მიღებული იქნა მათ მიერ მრავალი პროგრამები, გეგმები, არის კონვენციები, რომელიც ხელს უწყობენ აი ამ საკითხების მოგვარებას. რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი საკითხები იყო მიღებული, გენერალური ასამბლეა მიიღო 79 წელს კონვენცია ქალთა უფლებების დაცვის საკითხზე, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი. აგრეთვე 2000 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1325 ასეთი სახით ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ და მრავალი სხვა საკითხები, რომელიც ხელს უწყობენ გენდერული ბიუჯეტის მგრძნობიარებას და რაც თავარია თანაფარ უფლებიანობას ქალის, მამაკაცის და საერთოდ სხვადასხვა საკითხებში. ამ საკითხებს კონვენციას აღიარებს და უერთდება რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობა. 2014 წელს გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საქართველოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014-2016 წლების სამუშაო გეგმის შესახებ, რომელშიც არის განსაზღვრული სახელმწიფო სტრუქტურების, მუნიციპალიტეტების როლი ამოცანები თუ როგორ უნდა მიუღდნენ, რა სახის ღონისძიებები გაატარონ, რათა ჩვენი ბიუჯეტები იყოს მგრძნობიარე გენდერულად და ხელს უწყობდეს აი ამ საკითხების მოგვარებას. ქალთა ესე იგი უფლებების დაცვის საკითხი საერთოდ ძალიან ისეთი რთული თემაა. როცა შემოვიდა გენდერი ასეთი სიტყვა, ჯერ კიდევ როგორც ამბობენ ეს ბოლომდე არც ითარგმნება. ეს არის ნიშნავს აგას მინიშნებით სქესს და თუ კი როცა ვამბობთ სქესზე, აქ იგულისხმება ქალი და მამაკაცი, ხო? და მათი ურთიერთობა შრომის და სხვადასხვა საზოგადოებრივ ყოფაში. ამდენად ჩვენთან ჩამოყალიბებული არის ესეთი სტერეოტიპი, თუ ლაპარაკობთ თქვათ მამაკაცზე, ის არის ჩვენს მეხსიერებაში ასე აღიქმება როგორც ძლიერი, აგრესიული, ლიდერი, ოჯახის მამა და ასე შემდეგ. ეს არის ჩამოყალიბებული სტერეოტიპი. ასევე არის თქვათ ტიპიური ქალი, ვინ შეიძლება იყოს. ეს არის თქვათ ლამაზი, მშვიდობის მოყვარე, ერთდროულად მრავალი სახის მკეთებელი, როგორც ვიცით ოჯახებში, კეთილი დედა და ასე შემდეგ. აი აქედან გამომდინარე ყალიბდება სამუშაო პროცესშიც ქალის საქმე და მამაკაცის საქმე. ასე იყოფა აი ჩვენს მეხსიერებაში, მენტალიტეტში ასე ხდება ეს. აი ზუსტად აქედან იწყება ის უარყოფითი რაღაცები, როცა არის საქმე და თქვათ ვერასაქმე კი არა, უბრალოდ მიგაჩნია რომ ეს არის ქალის საქმე და არ შეიძლება მამაკაცი მუშაობდეს, ან პირიქით ხდება ხოლმე. თქვათ არის საკითხები მშენებლობის, რაღაც ტექნიკური საკითხები, ტრანსპორტი, რაღაც თითქოს არ არის ქალი აქ ჩართული. ამ დროს არის მეორე, სადაც არის თქვათ მედიცინაში, საბავშვო ბაღები, პედაგოგები, მაინც და მაინც ქალი უნდა იყოს. აი ამ სტერეოტიპების დარღვევაზეა საუბარი. მათ უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, საშუალება, უფლება, რომ ყველგან თქვათ თანაბრად მიიღონ მონაწილეობა ამ საკითხებში. ჩვენ თუ უბრალოდ გადავხედათ, თუნდა სპორტი აიღე, ახლა ადრე აღარც კი წარმოგვედგინა თქვათ ქალი ფეხბურთელი და ქალთა გუნდს დავждებოდით და გულშემატკივრებით, ხომ? შემოვიდა არის ესეთი, ესე იგი შეუძლია ქალს ფეხბურთის ითამაშოს და იჭიდაოს კიდევაც და კრივშიც გამოვიდეს და ასევე შახტაში იმუშაოს.
აი სტერეოტიპების დარღვევაზეა საუბარი. ესე იგი ამ მიმართულებით აი მამის მოშლასკენ ამისი რაღაც ხელშეწყობისკენ არის მიმართული თქვათ მიღებული აი ეს პროგრამა რომელზეც გითხარით და რომელმაც განსაზღვრა თვითონ მუნიციპალიტეტებს თავისი არეალი და ის კომერციები და საერთაშორისო მიღებულია და ხელს უწყობენ ამას. აი მაინც რაში რით შეგვიძლია თქვათ მუნიციპალიტეტს რა შეუძლია ხელშეწყობა გააკეთოს ამ პროცესებისადმი. ჩვენი მთავარი ბერკეტია ბიუჯეტია. მოგეხსენებათ ბიუჯეტი როგორც ჩამოყალიბდება, ეს არის მთელი წლის განმავლობაში ის კეთილდღეობა, ის გაკეთებული საქმე, რასაც შენ ხალხს თავაზობ, ხო? თუნდაც ჩვენ ვიხილავთ გენდერული კუთხით, თუ რა პროგრამები შევა ისეთი, რაც აუცილებელია ხელშემწყობი არის გენდერისათვის, ეს გენდერი ჩვენს მარტო ქალი და მამაკაცი არ არის, რა თქმა უნდა თქვენ იცით ეს სხვადასხვა სახის არის, აქ შეიძლება იყოს ასაკობრივი ხასიათის, იყოს ეკონომიკური, იყოს რელიგიური და ასე შემდეგ. ეს მარტო ის არ არის, თქვა მამაკაცი მეტი, ქალი მეტი, ან იმას ხელფასი ნაკლები. აქ შეიძლება ასაკმად შეუქმნას პრობლემა ვიღაცას, შეიძლება ეთნიკურმა წარმომავლობამ შეუქმნას და ასე შემდეგ. აი ამ საკითხების დაძლევაზეა გასული თქვა ეს ყველაფერი. მე მინდა მოკლედ გითხრათ, აი როგორ ხდება ჩვენთან ბიუჯეტის ფორმირება და მათ შორის რა თქმა უნდა გენდერული კუთხით მისი საჯაროება და მეორე მისი შესრულება და ეს პროგრამები, რაც თუ ჩვენ დროს გვაძლევს საშუალებას ამაზე გასწრებით გავაკეთოთ. ბიუჯეტი როგორც დაგეგმილია, რა თქმა უნდა, წინა წელს იგეგმება თქვათ ბიუჯეტი, მის შედგენაში მონაწილეობს სხვადასხვა სამსახურები, გამგეობის, საკრებულოს რჩევები, განხილვები, იცით თქვენ მას თავისი დრო აქვს, წარადგინება საკრებულოს, იხილავენ, უბრუნებენ და ასე შემდეგ. ყალიბდება ყველა სამსახური წარადგენს თავის პროგრამებს, მაგრამ ეს არ არის მარტო სამსახურის მიერ წარდგენილი პროგრამა, ეს არ იქნებოდა სრულყოფილი, ამიტომ ხდება მისი განხილვა. ჩვენთან ბიუჯეტი რამოდენიმეჯერ იხილება საჯაროდ, ეს ღიად მასმედიის თანდასწრებით, მსურველების თანდასწრებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანდასწრებით, ყველას აქვს თავისი წინადადება, შეაქვს საკითხები და რა თქმა უნდა ამას გადაამუშავებენ, ჩამოაყალიბებენ და ახალი სახის პროექტით ისევ შედის დასამტკიცებლად. აქ განსაკუთრებული როლი ენიჭება რა თქმა უნდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. როგორც ბიუჯეტი მარტო ამ პროგრამებისგან არ შედგება და ერთი მიმართულებისგან არის ჩვენ გვაქვს სოფლის პროგრამები ძალიან ფართო ქსელი, სადღაც 300-ზე მეტი პროექტი ხორციელდება ამჟამად. ეს ყველა იხილება ადგილზე, თვითონ სოფელში, საზოგადოების აქტიურობით, ყველა უბნის მონაწილეობით, ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს ეს. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ აქ ერთვებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ბატონლევანი ბრძანდება, ჩვენ თანამშრომლობთ ამ საკითხებში ერთმანეთთან და ძალიან ხშირად ამის გააქტიურებაზეა საუბარი. აქ გააქტიურებაზეა საუბარი ქალთა წარმომადგენლობის. თუ კი შეიკრიბა ეს ხალხი მარტო მამაკაცები, ან მარტო ასაკიანი ხალხი, ან მარტო ახალგაზრდები, იმ პრობლემებს ყველა ვერ ჩაწვდება რა თქმა უნდა. როცა ასპექტი არის მრავალფეროვანი, მაშინ მოდის ეგ საკითხები, აყენებენ ამ საკითხებს და ანგარიში ეწევა ასეთ მოსაზრებებს. ამიტომ არის ეს, რომ გენდერულად ცნობიარე ბიუჯეტი თუ კიდე ეს უნდა განიხილო ყველა დონეზე, ყველას მონაწილეობით და მაშინ ვახსენებთ ამას შედეგს. ჩვენ ასე ვაკეთებთ ამას. როცა უკვე ჩამოყალიბდება ბიუჯეტი, შემდეგ მიდის ამ პროგრამების რეალიზაცია. ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა. ჯერ ერთი ამის მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როცა გააქტიურდა აი ამ გენდერულ ბიუჯეტზე მიგზნობიარებაზე ლაბარაკი, გამგეობამ გადაწყვიტა, საკრებულოს გადაწყვიტეს თავის სფეროში აგვიყვანა ესეთი სტრუქტურა. ჩვენ გვაქვს გამგეობაში გვაქვს ასეთი ახალგაზრდობის საქმებისა და გენდერული თანასწორობის განყოფილებას შემოვიღეთ. აქ არის სპეციალისტი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და სისტემატურად თქვათ აწვდის ინფორმაციას ამ ჩვენს გამგეობას. საკრებულოს ყავს მრჩეველი გენდერულ საკითხებში. ესეც ახალია, ჩვენ არ გვქონდა ეს და ესენი ხელს უწყობენ აი ამ პროცესებს. ჩვენთან გამგეობაში შეიქმნა აგრეთვე გენდერულად ცნობიარე ბიუჯეტისათვის ბიუჯეტების სამუშაო ჯგუფი.
ესეც ახალია. ამ ჯგუფში შედის როგორც საკრებულოს, ისე გამგეობის თანამშრომლების, შედის არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიუჯეტის სპეციალისტები, ბატონ ლევანის არის ჩვენ ამ კომისიის წევრი, ჩვენ ერთადავართ. ეს კომისია არის ძირითადად მუშაობს წინადადებებზე. აი შეიმუშავებენ თვითონ არასამთავრობოებს შემოაქვთ წინადადება, ვთქვათ, სოფელში გამოკვლევები მიმდინარეობს, ჩვენ ამ დღეებში ჰქონდა ამ კვირის დასაწყისში ჰქონდა მრგვალი მაგიდა ამ კომისიის ფარგლებში, მუშაჯგუფის უბრალოდ ამ მუშაჯგუფის ფარგლებში, სადაც განვიხილეთ რამოდენიმე საკითხი. ეს იყო კვლევების შედეგი, გამოკითხულთა საკითხები. აქ როგორ ხდება? აგენებენ არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხს, გამოკითხულთა საკითხებს და არის სხვადასხვა წრე, სხვადასხვა სფერო მოიცავს იმ საკითხებს, რაც თქვათ დღეს ჩვენს ბიუჯეტში არ არის. რა თქმა უნდა, ყოველთვის ასეთი ერთობლივი მუშაობა საქმეს წაადგება. ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ, ზოგი მიმდინარე წლის ბიუჯეტში შეიძლება სადღაც გააერთიანოთ და გადაწყვეტო იქ საკითხები, რაც თქვათ მიმდინარე წელს ვერ ხერხდებოდა, ჩვენ ყველა საკითხი გავითვალისწინეთ მომავალი წლის ბიუჯეტში. ასეთნაირი თანამშრომლობით მიმდინარეობს. აქ მაინც წყაროები კიდევ ვინ არის, ვთქვათ, სოფლის წარმომადგენლების ინიციატივა შემოდის დეპუტატების ინიციატივა, არასამთავრობო სექტორის და ასე შემდეგ. ეს არის ბიუჯეტის ფორმირების პერიოდში, ვთქვათ, საჯაროობა თუ როგორ ვახერხებთ ჩვენ ამას. დიდი მადლობა და ბატონო გოგი, როდიდან მოხდებს ეს გენდერული ასპექტების გათვალისწინება ბიუჯეტში და ამ პრინციპის დანერგვა, რატომ გახდა აუცილებელი ჩვენს მუნიციპალიტეტში, რამ განაპირობა ამის დანერგვა? დიახ, მოგახსენებთ, რომ მეტნაკლებად შეიძლება ჩვენ არც ამბობთ, რომ ეს არის გენდერული ბიუჯეტის რაღაც ნაწილია ჩადებული, მაგრამ თავისთავად ბიუჯეტი და ის პროგრამები, სოციალური პროგრამები, სამედიცინო პროგრამები, ესენი თავისთავად მოიცავენ გენდერის საკითხებს. გენდერი არის რა თანაბარი უფლება მოიმსახუროს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს, აქ მარტო ქალზე და მამაკაცზე არ არის, აქ არის შეშებულ პირებზე, აქ არის საუბარი სხვადასხვა ასაკ მოხუცებზე, ხანდაზმულებზე, დაავადებულების ჯგუფის ინვალიდები ყავს ძალიან ბევრი და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებზეა გათვლილი. ყველა ამ საკითხების მოგვარება და ამ პროგრამების ამუშავება, რა თქმა უნდა, თავისთავად გენდერია. ამდენად ეს მოდის სისტემატიურად იდო, უბრალოდ გააქტიურება ხდება, იმიტომ რომ ძალიან გააქტიურდა საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა ქვეყნები და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიუერთდა იმ კონვენციებს, ამ გამოწვევებს და ჩვენს ხედავთ პარლამენტმა სპეციალური დადგენილება 3 წლიანი პროგრამა მიიღო და ვახორციელებთ ამას. იქიდან გამომდინარე, ეს საკითხები ჩვენ სისტემატიურად შეგვაქვს ჩვენ პროექტებში. ეს ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, მათ პრობლემების მოგვარებას, უმჯობესდება, რა თქმა უნდა, მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ჯანმრთელობის საკითხები და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა და თქვენ ახსენეთ სამუშაო ჯგუფის წევრები და თქვით ვინ არიან ამ ჯგუფის წევრები. რა საკითხებზე მუშაობს ჯგუფი და რა ინიციატივები აქვს მას? დიახ, ეს სამუშაო ჯგუფი ჩვენ წელს ჩამოყალიბდა ეს სამუშაო ჯგუფი, სხვადასხვა რამოდენიმე ტრენინგი გავიარეთ ერთად სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, რამოდენიმე რაიონში ჩამოყალიბდა, სულ 3 რაიონში, როგორც ვიცი ბატონ ლევან, ჩვენ თანამშრომლობდი საჩხერესთან, საგარეჯოსთან, თავისუფლად მქონდა ურთიერთობები და ჩამოვაყალიბეთ ერთ-ერთმა პირველმა ჩვენ ზუგდიდის გამგეობაში. ამის ასპექტი არის სოციალური ყველა სფერო, რაც შეიძლება აწუხებდეს ჩვენს მოსახლეობას. ამას განსაზღვრული მარტო ერთი სფერო არ აქვს, ძირითადად მაინც გენდერზეა მიმართული და გენდერი მაინც მოიცავს, როგორც ხედავთ, თითქმის ყველაფერს. ამიტომ კომისიას თავისი გეგმები აქვს. ესენი გადიან რამოდენიმე გასვლა სოფლებში ქონდა კომისიას, ადგილზე ჩაატარეს, იქ იწვევენ. ახლა არის ესეთი რაღაცა, თქვათ, იხილავს სოფლის პროგრამას. კი ბატონო, ვიღაც წარმომადგენელი დაუძახებს ამ ხალხს, შეკრიბავენ, განიხილავენ, წავიდა, მაგრამ რაღაც ჯგუფი ყოველთვის რჩება მიღმა, ხო? აი ქალბატონები განსაკუთრებით ნაკლებად ეშლებიან. აი ეს უკვე კომისია ზუსტად იმ ჯგუფებზეა გათვლილი, ვინც არ ეცება ნაკლებად დადის, არადა იმათ აქვს უამრავი ინფორმაცია, წინადადება, რომელიც აუცილებლად წაადგება აი ჩვენს საქმეს. უბრალოდ რა რომ წარმოვიდგინოთ, თქვათ, არის დასახლება რაღაც ტიპის და შემოაქვს, თქვათ, უნდა დადგან ურნები.
ну მამაკაცები მაშინაც იტყვიან მაინც მამაკაცებს ჩამოაქვს ხოლმე ეს ყველაფერი და აი კუთხეში დავდგათ. ვკითხო ქალებს ისინი ამას ასე არ გადაწყვეტენ. იტყვიან აქ ბავშვები თამაშობს, აქ ჭარი, აქ რაღაც არის, იქით არის და მიუჩენენ თავის ადგილს. ეს იყოფა რა და მათი აზრი ნამდვილად არის მისაღები და გასათვალისწინებელი. ამ საკითხებს ეხება ძირითადში. და მთავარია ამის მოტანა ყველა სოფელში გამოითქმება ესა წინადადებები მოგვაქვს ჩვენ კომისიაზე ვიხილავთ და აუცილებლად ვაძლევთ ყველას მიმართულებას. ზოგი თქვათ სოფლის პროგრამაში შეიძლება ჩაჯდეს შემდეგ განხილვისათვის. ზოგი არსებულ პროგრამებს მიუსადაგებდა იმითი გადაწყდება, ასე რომ ძალიან ნაკლებად რომ არ წლებოდეს ეგ საკითხები. ამაზე ალბათ ბატონი ლევანი დაწვრილებით ისაუბრებს, რამდენი საკითხი წარმოადგენს, რამდენი ბატონი ლევანთან შემდეგ მექნებოდა კითხვა, ეხლა მთავარი შედეგები მაინტერესებს, რომლებსაც მიაღწიეს ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად. მე მოგახსენებთ, რომ როგორც გითხარით, ჩვენი ეს მუშაობა ძირითადში განისაზღვრება იმით, ჩვენ რა პროგრამებს ვახორციელებთ და რა მიმართულებები გვაქვს. მე შემიძლია ამაზე ჩამოვაყალიბო ასეთნაირად. თქვათ რა არის, თქვათ გენდერული ჩვენი პროგრამის გენდერული ნაწილი. ნებისმიერი ავიღოთ, თუნდაც ავიღოთ სკოლამდელი აღსაზრდელების სამსდელო დაწესებულებები, ბაღების საკითხი. თქვათ ზუგდიდში არის 44 ბაღი, სადაც სწავლობს უბრალოდ აღსაზრდელია 1850 ბავშვი არის. მასწავლებელი არის 120 მასწავლებელი და 230-მდე არის დამხმარე პერსონალი. ესე იგი, აქ რა ხდება? ძირითადად დასაქმებულია აქ 350 პერსონალი, ეს ყველა ქალია. ეს არის 350 სამუშაო ადგილი, ოჯახის დედა, რომელიც ჩვენ ვამბობთ, რომ არის გარდაიჩაგროს ქალი რაღაც, ყველა ქალი თქვა დასაქმებულია. ამას დამატებული ბავშვები 1850 ბავშვი, იმ მაგათი ხომ ოჯახის წევრები არიან და დედა ყავს, ახლობელი ყავს, ბებია ყავს, ესენი განთავისუფლებული არიან ამ საქმეებით და მუშაობენ თქვა სამსახურზე საქმიანობას ეწევა ან სხვადასხვა საქმიანობას. აი გენდერული მოქმედება ძალიან დიდი რაოდენობით აგერ ჩანს პირდაპირ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ 14 მილიონამდეა ჩვენი ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც ამ საქმეებს ემსახურება, მთლიანად 21.5, მაგრამ ეს არის მიზნობრივი ტრანსფერები და ამ 14-ზე გავთვალოთ 1.200.000 იხარჯება მარტო ამ პროგრამაზე. ესე იგი, გენდერულად გამართლებულია და ახლა ბავშვთა და პირველ რიგში დგას და გამგეობა ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. გვაქვს ჩვენ ძალიან ასეთი სოციალური პროგრამები. მე გეტყვით, რომ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია ჩვენი, სადაც სოციალური პროგრამები არის ძალიან ისეთი ავანგარდული, ასე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ყველა გამოწვევასაც იქნება ახალი რაღაც, ჩვენ ამ პროგრამებში აუცილებლად აისახება ჩვენს პროგრამებში. თუ სოციალურ პროგრამებს განვიხილავთ, აი გენდერულად განვიხილავთ, მე გეტყვით, რომ დინამიკაში ჩვენი ბიუჯეტი სისტემატიურად იზრდებოდა. თქვათ, ქონდა მე მახსოვს, თქვათ, არ იყო საშუალება ბიუჯეტს რა საშუალება აქვს, იმას გამოყოს, რა თქმა უნდა. როცა მე მოვედი, იყო სადღაც 600.000-მდე ბიუჯეტი, ეს ნაკლებად ყოფნიდა ამას, მაგრამ გვიჭირდა ამ მიმართულებით. შემდეგ გაიზარდა 800-მდე, გაიზარდა მილიონამდე. როცა ქალაქი და რაიონი ერთად იყო, თქვათ, შარშან, ჩვენ გვქონდა 1.300.000 ბიუჯეტი. დაყოფის შემდეგ დაგვრჩა 800.000. გამგეობამ იმდენი გააკეთა წელს, რომ ჩვენ 1.150-მდე გაგვიზარდა ბიუჯეტი მარტო სოციალურ ნაწილში ჯანგადაცვის გარდა. ესე იგი, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი და ძალიან დიდი თანხის მიმართვა აი ამ სფეროსათვის და ამ გენდერულ საკითხებისადმი. ახლა ეს თანხები, თქვათ, რა პროგრამებშია განვითარებული ჩვენთან, მინდა ასე გითხრათ. გვაქვს ასეთი პროგრამა ოჯახი და ბავშვები. 100.000 ლარი არის აქ ჩადებული. ოჯახი და ბავშვები, ნუ ძირითადში ეს არის მთავარი საზრუნავი, თქვათ, ჩვენიც ხელშეწყობა ამ ოჯახებისა. გვაქვს ასეთი პროგრამა, ამ პროგრამაში ქვია პროგრამა პირველი შეძენილი შვილი. ჩვენ ეს ადრე არ გქონდა, არ ფინანსდებოდა პირველი შეძენილი შვილი, მეორე და მესამე შეძენილი შვილი, ადგილობრივზე და დევნილ ოჯახებზე ორივეზე. თუ
თუ კი უმწევა ოჯახი ჩვენ 200 ლარიან დახმარებას უწევთ ერთჯერადად ეს ადრე არ იყო. გვაქვს მრავალშვილიანი ოჯახების პროგრამა ისევ ამ პროგრამის ფარგლებში. ეს იწყება მრავალშვილიანი 4 შვილიდან, მას ეძლევა ყოველწლიურად 200 ლარი, 5-ზე 300 და ყოველ თითო შვილზე 100 ლარი. აი ასე მიდის ეს თანხა. ტყუპების შეძენაზე 500 ლარიან დახმარებას ვაძლევთ. დედმამეთობელ ბავშვებს 200 ლარიან დახმარებას ვაძლევთ. გვაქვს სალკე მარჩენალ დაკარგულებზე, მარტოხელა მოხუცებზე, ხანდაზმულებზე პროგრამები. ჩვენ გვყავს მაინც საინტერესოა 7 ასწევს გადაცილებული ადამიანი, რომელსაც ყოველწლიურად ჩვენ 500 ლარს ვირიცხავთ, ვინახულებ და მოვიკითხავთ ხოლმე. გასაგებია ბატონო გოგი, კითხვას დავსვამ თუ შეიძლება ცოტა გაგვიგრძელდა. მოქალაქეთა კონსულტირების სხვა რა ფორმებს მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტირების პროცესში? კიდევ აი რა გაქვთ თქვენი ლაპარაკეთ ამაზე, თუ როგორ აკეთებს კონსულტაციებს ბიუჯეტის შედგენისას? აი თუ შეიძლება კიდევ რა ფორმები გაქვთ თქვენ კონსულტირების შემთხვევაში ბიუჯეტის? Ну, ბიუჯეტის შედგენაზე ჩვენ ვილაპარაკეთ ძირითადად როგორც გითხარი პროგრამებს პროექტებს წარმოადგენს ყველა სამსახური სამსახურები თავისთავად ჯერ ერთი მთავარი რა არის აი თუნდა სოციალურ პროგრამებზე ავიღოთ ჩვენ ამას ზეპირად არ ვამბობთ რომ აი ვთქვათ 100.000 იყოს ამის მიმართულებით ამას კვლევები უძღვის წინ აუცილებლად სოფლების შერჩევა რა პრინციპით ხდება რა საკითხზე აი ამ საკითხებთან დაკავშირებით გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით და როგორ შეიძლება სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხი დავუშვათ გენდერული ბიუჯეტების ჯგუფის ხდომაზე იქნას ასე ვამბობთ რომ აქ სხვადასხვა საკითხები არის სოფლის პროგრამა არის სოციალური ჯანდაცვის და სხვადასხვა თუ სოფლის პროგრამებზეა საუბარი სოფლის პროგრამები გრაფიკი დგება სპეციალურად ყველა სოფელში 48 სოფელში ჩადის ეს ჯგუფი შედგენილია სპეციალური ჯგუფი ყველა სპეციალისტებით არის მობილიზებული ადგილზე თემის ყველა მოსახლეობა და იხილავენ საკითხებს თვითონ წარმოადგენენ აი რა პრიორიტეტს ანიჭებენ ამ წელს სოფელში რა არის დასაკეთებელი გამოყოფილია თანხა რა თქმა უნდა ყველა სოფლისათვის დაახლოებით თანხა არის გამოყოფილი სხვადასხვა კრიტერიუმებით და ამის ფარგლებში რა უნდა სოფელს ზოგს უნდა ხიდის გაკეთება ზოგს უნდა გზის მოხრეშვა უნდა საბავშვო ბაღის თქვათ რემონტი და ასე შემდეგ თვითონ არჩევენ ამას ამის შემდეგ ზუსტად აქ ჩაერთვებიან არასამთავრობოებიც ეს არ არის საბოლოო შედეგი ეს მოაქვთ აქეთ ამუშავებენ ამას პროექტირება ხდება შემდეგ სხვა ინფორმაციებიც არის დეპუტატები არიან სოფლის წარმომადგენელია არასამთავრობოებია ყველა თავის წინადადებებს აი თუ ყველა სოფელში შეიძლება არ კონდეს მაგრამ რომელიმე სოფელში ეტყვიან რომ აი ეს პრობლემა არის ძალიან ისეთი და სვამენ საკითხს აი ეს განიხილება ერთად პროექტის სახე ეძლევა ამას საერთო ბიუჯეტში ჯდება და შემდეგ კლიანად რა თქმა უნდა განიხილება თქვენ გახსოვთ ჩვენი ბიუჯეტის განხილვა რამოდენიმეჯერ მოხდა ჩვენ საერთო დარბაზში ყველა ღია ესწრება ყველა ვისაც სურვილი აქვს და შეაქვს თავიანთი წინადადებები ძირითადად ეს არის ამ ფორმით ხდება ეს დიდი მადლობა და ბატონო ლევან რა პრინციპით ხდება მოქალაქეთა გამოკითხვა და პრიორიტეტების განსაზღვრა სოფელში დიახ პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის საერთო პროექტის ფარგლებში რომელიც უკვე მე-6 წელია მიმდინარეობს და უკვე პროექტის ფაზა დასასრულს მიუახლოვდა ქალები მშვიდობის თანასწორობისა და ერთიანობის საქართველოში რომელიც არის დაფინანსებული ნორვეგიის მთავრობის მიერ ამ პროექტის ფარგლებში თავიდანვე შეირჩა სამიზნეს თემები და ეს თემები არის საზღვისპირა თემები, ძირითადად 7 საზღვისპირა თემი. მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც მეორე ფაზას გამოიყო ერთ-ერთი მიმართულება ეს არის ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, დადგა ამის საჭიროება და შესაბამისად ჩვენ
შევეცადეთ უფრო აქტიურად გეთანამშრომლო ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მათი პრობლემები და ის სატკივარი, რომელიც სოფელს გააჩნია, განხილული ყოფილიყო შემდგომში მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრაზე. კითხარების შედგენის საფუძველზე ხდებოდა და ხდება დღესაც ამ პრობლემების გამოკვეთა. ამ ჩამოთვლილი სოფლებიდან გვყავს კომიტეტის თითო წარმომადგენლები მაინც, რომლებიც მოხალისეობრივად და ასევე სხვა თიდახმარების ჯგუფების ჩართულობით ახერხებენ მოსახლეობაში გასვლებით ამ პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენას. შემდგომში ხდება ამ პრობლემების იდენტიფიცირება და ბატონი გოგი არის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც თვითმმართველობაში იმყოფება, ეს არის GRB-ის სამუშაო ჯგუფი და ამ ჯგუფთან ერთად ხდება ამ პრობლემების განხილვა და სანამ მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრაზე მოხდება საერთო ჯამში გატანა. უკვე მეოთხედ ამ პროექტის პარალელში მეოთხედ ჩატარდა ამგვარი ტიპის შეხვედრა და ფიქრობ, რომ გარკვეულწილად ნაყოფი გამოიღო იმ მხრივ, რომ გარკვეული რიგი პრობლემებისა უკვე დღეს არის მოგვარებული და როგორც ბატონმა გოგიმ ახსენა, ზოგი არის ესეთი პრობლემა, რომელიც შემდგომში იქნება გათვალისწინებული და ეს სამუშაო ჯგუფი, რა თქმა უნდა, ამ პრობლემების შემდგომ ლობირებაზე მუშაობს და ცდილობს, რომ ბოლომდე მოგვარდეს. ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეცედენტი ის, რომ პროექტი, რომელიც დაფინანსდა და ეხება რიყის აუცნობის დარბაზის რემონტს, ჩვენ მქონდა გარკვეული თანხა, როგორც ორგანიზაციას, სათემო ფონდ ეგრის, მოხდა თვითმმართველობის მხრიდან თანადაფინანსება. არის ტენდერი გამოცხადებული, ახლო ჟამებში ველოდებით გამოვლენი კომპანიის მიერ სამუშაოების პირველ სარემონტო სამუშაოების დაწყებას და ასევე არის მეორე პროექტი, რომელიც იგივე ერთობლივად ჩვენი ორგანიზაციის და თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება და ეს არის კოკის თემში პარკის გულისხმობს კოკის თემში პარკის მოწყობას. შესაბამისად ამგვარი სტილით ხდება, როგორც მოგახსენეთ, პრობლემების გამოვლენა თემში გასვლებით და მე თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, რა თქმა უნდა, მისი შემდგომში ძიება გზების თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. აი, როგორ აქტიურად არიან ჩართული მოქალაქეები, ქალები ამ ბიუჯეტის ფორმირებაში? თქვენ რა სიტყვით ამის შესახებ? ანუ თქვენი ორგანიზაციიდან თუ იყო აქტიურობა, ქალები თუ აქტიურობდნენ, თუ ქონდათ ამის მაგალითები? რა თქმა უნდა, არის აქტიურობა. ჯერ კიდევ 2010 წლიდან, როდესაც ეს პროექტი დაიწყო და რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ფონდი TASO, მათი ამ სამი დიდი ორგანიზაციის ხელშეწყობით ხდება თვითდახმარების ჯგუფების გააქტიურება, კერძოდ ქალბატონების და მთლიანობაში სხვადასხვა ასაკის და არა მარტო ქალბატონების გააქტიურება თემებში და ამის შემდეგ ჩამოყალიბება და ორი სათემო ორგანიზაცია, ეს არის კოკი ორსანტიაში სათემო ფონდი ეგრისი და ანაკლია განმოხურში სათემო ფონდი ნეფა და შესაბამისად ეს ორი ორგანიზაცია ცდილობს ამ საზუსტად თემებში, როგორც ქალბატონები, ასევე სხვა საზოგადოების ის ნაწილი გააქტიურდეს, რათა შემდგომში მოგვარდეს თემისთვის საჭირო ესათვის პრობლემები. არის ამ თემებში ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 7 თემში არის კომპიუტერული ცენტრები, რომელიც დაფინანსდა და წარმატებით მოქმედებს და ახორციელებს თავის საქმიანობას დღესაც. ამ ცენტრებში შეუძლია
შესვლა და ინფორმაციის მიღება, ასევე ქსეროქსის სარგებლობა, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ძირითადად ასევე ჩართულები არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს და ეს კომპიუტერული ცენტრები ხელს უწყობენ საზოგადოების შემდგომ განვითარებას, მათი ცოდნის რეალიზებას და კიდევ გრმავებას. ამ პროექტის ფარგლებში ასევე მოხდა მოსახლეობის სურვილი საოფისე პროგრამების მხრივ გადამზადება, ძირითადად აქტიურობდნენ ქალები, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ შეესწავლათ ეს პროგრამები, რომლის შემდეგაც მიიღეს მათ სერტიფიკატები, ზოგმა სამსახურიც იშოვა და ესეთი ერთი კარგი ნაბიჯი არის გადადგმული. და კიდევ მაქვს ასეთი კითხვა. აი ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ ქალები უნდა გააქტიურდნენ და რაც შეიძლება მეტი ქალი პოლიტიკაში ასეთი ლოზუნგით აქციები იმართებოდა საქართველოს ქალაქებში. აი თქვენი აზრი მაინტერესებს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის ყოფნა. მე ვიტყოდი იმას, რომ პირველ რიგში ეს არის ნებაყოფლობითი და სურვილია მთავარი თვითონ სახელმწიფო რა თქმა უნდა ხელს უწყობს ქალების განვითარებას, თქვათ, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, აქ არანაირი შეზღუდვებს არ აქვს ადგილი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, მშვიდობის პირველ რიგში მშვიდობის შენებლობის საქმეში ქალის როლი არის დიდი და მათი ჩართულობა, რა თქმა უნდა, ქვეყანას დადებითად წაადგება. დიდი მადლობა. თქვენ რა სიტყვით ბატონო გორგი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამაზე მართლაც ვიყოს ესეთი ბუმი, აი როგორ და როგორ. შეიძლება თუ არჩევით ორგანოებშია, საუბარი არჩევით ორგანოებში ქალების რისხვის დაზე, ეს უკვე იცით რომ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული. სახელმწიფო უпростоრად საარჩევნო უშვებს იმას, რომ რაღაც კვოტებით, რაღაცები თუ გაიზრდება, წაახალისებთ, ახებით და ასე შემდეგ. ამაში სახელმწიფო არ ჩაერევა. მთავარია ადგილზე, თქვათ სამსახურებში და ასე შემდეგ მიღებაზე. ჩვენთან თუ აი ჩვენს გამგეობის ჭრილში ამას თუ გამიხილავთ, გეტყვით რომ დაახლოებით 211 დასაქმებულიდან სტრუქტურაში 86 არის ქალი. ეს დაახლოებით 40%-ია. სამსახურის უფროსი 10-დან 2 ქალია ჩვენთანაც. დეპუტატი თქვათ 4 ქალია. წარმომადგენლობით ორგანოებში სოფელში 5 არჩეული. შეიძლება ძალიან დიდი ნამდვილად არ არის, მაგრამ აქ შანსი ყველას აქვს, რომ როგორ არის ჩვენთან იცით, რომ კონკურსი ხდება მიღება, და თუ კონკურსი გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, მაშინ საკუთრებს ამ თანამდებობას. საერთო მთლიანობაში თუ აიღებს, იცით რომ მე ბაღები ვახსენე, სადაც 350 ყველა ქალი მუშაობს, თუ მთლიან ჩვენს ბიუჯეტზე დასაქმებულ რაოდენობას ავიღებ, მაშინ 70% ქალი გამოვიდა და ამჯერად გენდერი მაინც დაერქვა კაცები და იჩეკა თუ ასე ვიტყვით. მაგრამ ტენდენცია იქითკენ რომ მზეობა რომ ქალბატონები დასაქმდეს მეტი, რა თქმა უნდა არის და იგრძნობა. დიდი მადლობა. მოდი შევაფასოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა და გავაკეთოთ ერთი მთლიანი რეზიუმე, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება. შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა და ამით დავასრულოთ. რა თქმა უნდა, მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს მოსახლეობის ჩართულობას, სხვადასხვა სტრუქტურების ჩართულობას, არასამთავრობოების ჩართულობას, იმიტომ რომ არ შეიძლება თქვა ერთ კაცს მოვიდეს ყველა იდეა, გააკეთოს და ისეთნაირად ჩამოაყალიბოს ეს ბიუჯეტი, რომ ყველაფერს მოიცავდეს. ეს აუცილებელი მოთხოვნაა და ჩვენი სამსახურები ამას ასწრებენ, აკეთებენ. მგრძნობიარობაზე მე ალბათ ჩვენ დრო არ გვასწრებს იმის საშუალებას, მე მხოლოდ ნაწილი წარმოვადგინე იმ პროექტებისა, თუ 2 წუთი გექნებათ, მაინც რო გათვლით, მაინც გეტყვით რა მიმართულებებია. ძალიან დიდი პროგრამა გვაქვს შეზღუდულების და გონებირებთან მიმართებაში. არ ვიტყვი რომ ერთჯერად დახმარებები რას კეთდება, მაგრამ იმის გარდა ჩვენ მრავალი კარგი ღონისძიება დავაფინანსებთ, მინდა იცოდეს ტელემაყურებელმა.
შეშმოპირები აღნიშნავენ 14 ივნისს და 3 დეკემბერს საერთაშორისო დღეს. ჩვენ ეს დღეები ყოველთვის ძალიან ისეთი პომპეზურად აღნიშნავთ ხოლმე. ვიწევთ ამ ხალხს ის მარტო მაყურებლის როლში არა, აქ არის ჩართულობა, როცა თვითონ ღერიან, თვითონ უკრავენ თავიანთ ხელოვნების რაღაც ნიმუშებს წარმოადგენენ გამოფენის სახით და ასე შემდეგ. ეს ჩვენი დაფინანსებით ხდება. ჩვენ დავაფინანსებთ ერთ-ერთი ესეთი ამპუტირებულ ფეხბურთელთა გუნდი. ალვიავიცი ჩვენმა საზოგადოებამ იცის, სულდიც ამპუტირებული ფეხბურთელების გუნდი. საქართველოში სულ 6 გუნდია. პირველად დავაფინანსეთ ეს შარშან, არც იყო აიფის ზუსტად ბიუჯეტშიც არ იყო ესა, ჩვენ ვთხოვეთ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელი შეუწყო საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ჩვენი გუნდი არის საქართველოს ჩემპიონი თბილისის და ასე ზღიერი გუნდების წინაშე. წელსაც გავუწიეთ ამათ დაფინანსება და ახლა ორ დღეში მიემგზავრებიან ისევ. ეს არის თქვათ აი შეზღუდულების ნაწილში ძალიან ისეთი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროექტი, სხვაზე არ შეგაწუხებთ. პირველად რომელიც ხორციელდება საქართველოში, არც ერთ მუნიციპალიტეტს არ გაუკეთებია, ჩვენ ვაკეთებთ კერძო სახლებს, უკეთებთ ჩვენს მოსახლეობას, ბენეფიციარებს. ეს არის 350,000 ლარის ფარგლებში. მიმდინარე წელს ჩვენ შევარჩიეთ 16 ოჯახი. შექმნილი არის ძალიან დიდი კომისია წარმომადგენლობითი არასამთავრობო ორგანიზაციების მასმედიის მონაწილეობით. შერჩეულია 16, მათ უშენებთ თავიდან ბოლომდე შენდება ახალი კორპუსი თავიანთ საცხოვრებელ ეზოში. ჩვენი ისიც რომ სოფლებს წარმოადგენენ და სოფლებში. ძალიან ძლიერი სამედიცინო პროგრამა გვაქვს. ფინანსდება ჩვენთან წამლები, ოპერაციების თანადაფინანსება ხდება, ტომოგრაფიის, კორონოგრაფიის, არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. გასაგებია ბატონო გოგი, ეს სულ სხვა თემაა, ჩვენ სულ სხვა თემაზე ვსაუბრობთ დღეს აქ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მე შეგახსენეთ, რომ ეს იყო გადაცემა საუბრობი ქალთა საკითხებზე, თემით მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსი გოგი რევია და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე სათემო ფონდი ეგრისის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჯიჭონაია. გადაცემა მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ქალები თანასწორობის მშვიდობისა და განვითარებისთვის ფარგლებში ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. ნახვამდის.